გამარჯობათ ხალხო, ძალიან დიდი ხანია რეაქტი არ გადაღებულა ამ არხზე. ბეგიზე მწოველების სერიები დაიწყო, სისხლის მწოველები ქვია სერიალს. ბევრი რაღაც ისეთი კომენტარი წავიკითხე, აკრიტიკებდნენ ძალიან სახელის გამო. მეც თავიდან რაღაც ისე მომხდა ურში, მაგრამ სისხლის მწოველები ქვია და უფრო მეტი ინტერესისთვის მწოველები აწერია რა, რომ უფრო მეტად დააინტერესოს ხალხს. ხო, ინტერესებს ეგეთი რაღაც. ხო და უფრო მეტი რეაქტებისთვის ჭირდება დაბრუნების ძალიან ბევრი ლაიქი. მწოველების არხი აღწერაში იქნება. გიორგი ვარდოსანიძის სერიალი არის. გიოს არხი, ანუ ეს სერიალის აღწერაში იქნება. გადადით, ჯერ დაალაიქეთ ხოლმე ვიდეოები, გამოიწერეთ არხი რო არ გამოგჩეთ. როგორც კი დაიდება ხოლმე, მეორე, მესამე დღეს დავდებ რეაქტს. წავედით. მეორე დღეს ერთად არაფერი არ მახსოვდა, რო გამოვიდი. პირველი სერია დარეაქტებული მაქვს რა. პირველი სერია დარეაქტებული მაქვს და პროსტა სტრიმზევე დავარეაქტე რა ჩემთან და ის სტრიმი აღარ ამომიჭრია და აღარ დამედია, იმიტომ რომ ჭამ და ეს რაღაცებს ვაკეთებ და შეიძლება მაგის გადმოტანაც რა ამ არხზე რო დავდოთ. მე რო არ ეძებოთ რეაქტები. არ ვიცი. კარანორმალური. ეუნე აი ისეთი იყო მეორე დღეს არ მახსოვს და არაფერი არ მახსოვს მას გეუნე. ხლა გაიგე? კი, მგონი ძაღლი იყო. აუ, ლეკვია, მე მგონი და გაიჭედა. გაიჭედა. აუ, კაი, რა გთხოვ ნახე. ახლავე შემოკაკაკაკუნა. ჩემო რა ინდო, მიდი რა უშველე გთხოვ. სადა ხარ, ცუგო? სად ხარ, საყვარელო? სადა ხარ, შედედა მოტყნულო და მათხდა ფეხები. ნახე გუგ. ვერა გუგ ვეძებდი, მაგრამ ვახ, ჩემი. ცოტა გადავახვიოთ. ხოპ. უკვე 2 კვირა მე და ტორიკა ახალი რეჟიმით ვცხოვრობთ. რაც ნიშნავს, რომ დილით უნდა გვეღვიძოს და ღამითაც უნდა გვეღვიძოს. წინა ვიდეო ანდერძის მეგონა ბოლო იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ვაგრძელებთ ვიდეოების ციკლის გადაღებას სახელად მონური ცხოვრება. მეც და ტორიკაც. ისიც თქვი მე რატომ არ დაგიკიდე და არ გავიქეცი. ამან იმიტომ და არ დამიკიდა და არ გაიქცე, რომ ფანტასტიკური მეგობარია. ან უბრალოდ ეშინია ჩაჯიმამდე. ყოველი დღე ერთმანეთს გავს. სანამ ზიშუქია სახლს ვალაგებ. ხოლო როგორც კი დაღამდება მიწევს ამ მწოველების გაღვიძება. გაღვიძება ხდება ასაკის მიხედვით. ჯერ ყველაზე ახალგაზრდათი ვიწყებ, ეს არის პაკო. 130 წლის არის. ამათი გაგებით ეს თურმე ჯერ ბავშვია და თინეიჯერია. ბაკო მზე ჩავიდა, გაიღვიძე, ბაკო მზე ჩავიდა, ბაკო გაიღვიძე, მზე ჩავიდა. საჭმლის დროა, გაიღვიძე. გაი, იცის ხოლმე ესე მერე თვითონ გაიღვიძებს, გაი,
შემდეგი ჰამლეტის გაღვიძება მიწევს. აუ, ეგ რა. მშვიდობისა მასვილებო იცით არ არის ცუდი ტიპი უბრალოდ ყლეა ედმუნდია ვახ ჩემი ვახ ბოლოს ვლადის გახვედრილი შეია რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აი ამათ შორის ყველაზე ადეკვატურია კარგი გამოგონება ოჯახსასო მომხსენი პირის ღრუს ჰიგიენას მიუხედავდა ყველას ქვემოდგელოდებით დიახ იმედი ეს საუზმე მზად რა თქმა უნდა მზად არის რა თქმა უნდა ყველაფერი მზად არის კაი ამბავიც თქვი რომელი მანქანა კარგი ამბავიც მაქვს მანქანა ჩამომივიდა მადლობა დიდი ფორდილერ აუტოს საჯანდაბაში ხარ ამდენ საჯანდაბაში დადე ჩანთა ვეძებდი 1 საათი შეცვალე ექსათვალე და დაინახავ რა ო კაი მანქანა კი კაი ბიჭო ეგ მანქანა ცოტა იმისას გავს ხო იცი ის რო არის პოდკასტი რომ მიყავს თუ რაღაცა გიორგი ვარდოსანიძე რა მიყავს რა მიყავს რა ვიცი რაღაც რომ მიყავს YouTube არხი რო აქვს რა არ ვიცი არ უყურებ ეგეთებს მარჯობა. გამარჯობა სასო. არა მიშა, შე როგორ ახ? არა მიშავს, რა მინდა იცი გთხოვ, მეგობარი არის და მინდა რომ რამე საჩუქარი გავუკეთო. თუმცა ისეთი ორიგინალური თუ გვაქვს რამე რა. კაი, მოდი მე ხა მე შენ რაღაცებს გითხავ და მაგით შეგირჩევ ძალიან მაგარ საჩუქარს. ოკეი. რამდენი წლისაა? 50 პლუსი. კაი. ქალია თუ კაცი? კაცი. კაცი 50 პლუსი, რა უყვარს? ცხენები. კაცი 50 პლუსი და ცხენები უყვარს? მე მაგ. აი ეს არის ჯადოსნური თეისტი ფოკი. ვიცი, ჯადოსნური რატო? რომ მოწევს, აი მე გაიგებ. კაი, ამას წავხე. მადლობა. არაფერს. სისხლის მწვავებლები ქვია სერიალს. მიყვარს ასაკიანი კაცის სისხლი რა. ემოების მკეთი არ უარგა. ასაკიანი კაცები? კარგია, კარგი. ზოგადად კაცები კარგია. ბუდიში რა, შემდეგში ვეცდებით, რომ უფრო ახალგაზრდა სისხლი ვიშოვნოთ და ეს შეცდომა აღარ განმეორდეს. ესე იგი შენ ამბობ, რომ თელს სოფლიოში იყო ეს ეპიდემია და ყველა სისხლი მოწამლულია. დიახ, იცით, საშინელება იყო ეს კორონა. რაც შეეხება კორონას, სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, რადგან როდესაც ჰამლეტმა მითხრა, წადი და ქალიშვილები მომიყვანეო,
უთხარი რომ ვერ მოვიყვან ქალიშვილებს, იმიტომ რომ თელს დედამიწაზე იყო ეპიდემია, ყველა სისხლი მოწამნულია და მხოლოდ სპეციალურ ადგილებში შეიძლება სუფთა სისხლის შოვნა თქო. მადლობა ღმერთს, სტორიკას ნათესავები ყავს კლინიკაში და იქ დონორების სისხლს გვაძლევენ. არა, იქ მართლა კარგად მოიფიქრე. აბა ეხლა რა მეკნა, საწავს ვიყავი ქალიშვილების საძებნელად, ან სადიპოვი დღეს საერთოდ ქალიშვილს. აბა რა ქენი წარკვეთილო? მოიტანე რაც დაგაბარეთ. ხო, ყველამ რაღაც დამავალეთ, მახსოვს პაკო, შენ ბუშტები გინდოდა, როგორც მახსოვს. ციცუთი ხო არის აქ ბუშტები? კი. დურექსი უნდა ეწეროს. დურექსი უნდა ეწეროს ახლა გამოვხდა. განდოლები უყიდა რომ გამეროს. ეს რანაირი ბუშტებია? ეს არის ეს ძალიან ლამაზი ბუშტებია, პაკო და ძალიან გამძლე. წყალით შეგიძლია ჩაასხა და არ გასკდება, პაკო. ეხლა რა უნდა ვქნა? უნდა გახიო ეს. ხო. აი ეს. აი ეგ არის ბუშტი. ეხლა გაშალე ეგ. ხო. და უჩებთან მიიტანე. და ძლიერად ჩაბერე. აჰა, კიდე. აჰა. რა ლამაზია. საინტერესო სუნი აქვს. დედას მაგონებს. ვახ, ჩემი. მე? ჰამლეტ, შენ შემთხოვე თამბაქო, მაგრამ უფრო საინტერესო რაღაც მოგიტანეთ არის ერთის. აი, ეს არის ელექტროსიგარეტი. რამდენ ნაპასაც გინდა ამოვარტყო და შეგიძლია ჯიბეში ატარო ესე. აი, აქედან უნდა ამოვარტყო ნაპასი. არა, მაქსიმუმზე არ არის საჭირო. ხოჩა, წარკვეთილო, ხოჩა. ნახე, ვლად, ნახე. და როგორ სიმციმებს, თითქოს სექტემბერია, ვლად. რა ქვია ამას? რავი, tasty foggy-ია. ოლალა, ფრანგული ყოფილა. ედმუნდ, შენ არ გითხოვი არაფერი, მაგრამ ძალიან საინტერესო წიგნი მოგიტანე. შიგნით საინტერესო ნახატებია. საინტერესო წიგნია. იძლევა ჩემი კარგი. არაფერი წამიკითხავს და მალე დავბრუნდები. რადგან ყველა კმაყოფილია თავის საჩუქრით, ვლად, თქვენთვისაც მაქვს ერთი სურპრიზი. არ მიეკარო. არა, ახლოს არ მივდივარ, უბრალოდ დავაჩვენო რაღაც. აი ეს. ვახ, ჩემი გული წარკვეთილო. რა ჩაიფიქრე? მარა ვავაია. ვავახშავლად, ავოკიმადიკა. აბრძელე. სასო. გეფიცები არაფერი ცუდი არ მაქვს, შაფიქრებული სურპრიზია.
დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მოგეწონება, აი. ეს ჩვენგან საჩუქრად. ისამოსლა ნახა და ამათ ხო არ უნახავთ და ხმა ჩავიჯვი, ვერ წამოხდა. უმეს ფოგარჩემე შინდა. შეჭმა მეჩვენება თუ რაღაც დეირები არიან, თუ რაღაც სტოკჰოლმის სინდრომი. რაღაცნაირი ვერია, ნახე როგორი ტირე. ხო, შეჭმა მზია რავიებ, დედამოტყული რა. რა ტირებდა. არა ბიჭო, ეგ რა არის ეგ? ეგ მზე მაგათვის რაღაცა ისეც ნიშნავს რა, რასაც მე ვეღარ დააბრუნებ რაღაცა შოუს წარსულიდან, აი. ადამიანობას ხვდები, აი. ბავშვობას, ერექცია, არა ერექციას რატო კაცო? ბავშვობაში ყვესავით რო. რაღაცა ხე ჯუბარება ეგენი ერექციას მიდიროდნენ რა. ხო, როგორ ბეზიზღება რა ეს ყლიობა რა. დავიყალე ამ ეგზორციზმის ყურები, ჩეჩება რა არის? შემდეგში ტელეფონი უყიდო და დარეკოს თუ რამე უნდა. რაო რა მინდა? შემოდითო. წავა. შოზიკა ალო არა რა მძინავს ვარჯიშო ხო ვარჯიშობ 1-5 კილომეტრი მაქვს ნარვენი და 150 აჯიმანია და რა მთელი ამბები რა ხო ეხა 3 კილომეტრი დამჩა ვირბენ და ეგა არა რა ფრენდ ზონა ბიჭო სადარბაზომდე მივაცილე და თან ნებიანადაც მაკოცა რა ალოყაზე რა შუაშია ბიჭო კოცნის დროს ენა ვიგრძენი თო აი მე მგონი მოჩვენებები დამეწყო ბიჭო ვაჰ ბიჭო ვაჰ ბიჭო მე მგონი დამეძრა სახში უნდა წავიდე თო რაღაც კი მეგონაცრებდი კიდევ თუ მექნებოდა ლაცი რომ იცოდე არც ერთს არ დაგვინახავს როგორ მოგდიოდა ცრემლები ხო თან ასე რომ შვებოდი
ხებს რო შავჩილო. ლადი ისეთივე ურხებია როგორც ღამის სიჩუმე. უემოციო როგორც მოხუცი ძაღლი და ისეთივე უცვლელი როგორც ჩემი დიაგნოზი. მეურეთ აღარ გაიმეურო. რატომ გადაწყვიტე? გეჩვენებინა ეს ჩემთვის. თქვენ უსაშიშოსო, შეიძლება ვლადი დაგიძახოთ. დუმილი ხობის ნიშანია. ძალიან გთხოვ, თუ კი რამე გაწყენინეთ, ნუ დაგუშვით რა. იცით ეს სასოსიდია იყო და ვერ შევეწინააღმდეგე. უბრალოდ მეგონა რომ მოგეწონებოდათ და გაგეხარდებოდათ. ესეთ რეაქციას არ ვებოდი. სასო. შენი აზრით ვინ ვართ ჩვენ? ვლად არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ იმედი მაქვს სწორად გაგვიგებთ და არ დაგუჩით ამის გამო. თქვენ ხართ ყველაზე დიადი ადამიანი, ვისაც კი შევხედრიო ვარ. ყველაზე კეთილი. ოდნავ სიმპათიურიც და საერთოდ საშინელი არსებები. შეგუარგ. ესე ვიფიქრე თავიდან. არა სიმართლე რო გითხრათ, რაც ეს დღეები გაგვირდებოდით და განსაკუთრებით ის სცენა, რაც რამდენიმე წუთის წინ გათამაშდა, მან მაფიქრებინა, რომ თქვენ ხართ საცოდავი არსებები, რომლებიც უბრალოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვიან. ეხლა ამ განთიას და რაკში რომ გაგიკეთებ, სოსო. ვინ არის შენი საცო? ამლეთი ვერ გაიგე. საკმარისია. სასო. დორიკა. ახლა მე გეტყვით ვინ ვართ ჩვენ. იმას ალბათ დიდი ხანია მივხვდით, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არ ვართ. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სახელს გვეძახდნენ. თუმცა არსი ერთია. ჩვენ ნოსფერატუ ვართ. ჩვენ დროში ვამპირებს გეძახიან. მოიცა. მაგის რისი თქმა გინდა? რომ ჩვენს გარდა სხვების გინახავთ? არა ბატონებო, სწორად გაგვიგეთ, ჩვენ ვამპირებზე მხოლოდ ფილმებიდან და წიგნებიდან გვსმენია და საერთოდ არა ვეჟერა ვამპირების არსებობის. თქვენ უბრალოდ მითი ხარ და პოპ კულტურის ნაწილი. ესიერად ილაპარაკე შენ. შენ თვითონ ხარ პოპ კულტურის ნაწილი თუ რა თქვა? ტორიკას იმის თქმა უნდა, რომ იყო ესეთი მწერალი ბრემ სტოკერი, რომელმაც ადრე დაწერა ნაწარმოები გრაფ დრაკულაზე. ანუ ბნელეთის მოციქული, რომელსაც რაღაც ეშინია სინათლის, ვერცხლის, წოვს, სისხლს, მაგრამ ინსპირაცია იყო რუმინელი მართველი ვლად ცეპიშ დრაკულა. აი ეს ვიცით. ვლად. ანუ ჩვენ აქამდე რაც გვინახავს ფილმებით და წაგვიკითხავს წიგნში, ეს ყველაფერი სიმართლეა ვამპირებზე? ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ყოველი ლეგენდის თუ მითის საწყისი ყოველთვის რაღაც პატარა სიმართლეა. მაგრაფის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი ისტორია 400 წლის წინ დაიწყო. როდესაც ჯერ კიდევ უბრალო მოკვდავის ცხოვრები ცხოვრობდი. უკურნებელი სენი შემეყარა. იმ დროს ჩემი ოჯახი შეძლებულ ოჯახად ითვლებოდა, თუმცა ვერანაირმა ჰექიმბაშმა ვერ შეძლო ჩემი განკურნება. ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი მაახუებდა სიკვდილს და ეს გარდაუვალი ჩანდა. ყველაზე საშინელი არა ეს სენი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების ყურება იყო. საწყალი დედა ჩემი, რომელიც დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა. მამე ჩემი კი სმაში პოულობდა ეფემერულ შვებას.
ერთხამესაც გადავწყვიტე სახლიდან გაგვცეულიყავი და სული მარტოობაში დამელია. ამის დღეში ხვალება მოხრჩობდა. ღმერთის არასოდეს მწამდა, მაგრამ იმ მომენტში ღმერთს ხმამაყოლები ვეტრებოდი, რომ გადავერჩინე. უცებ ხმა გავიგონე, რომელმაც მითხრა, ეს ზარემეტება შენი. სიცოცხლე, აი მე კი შენთვის, მიჩუქნია მარადისობა. სილუეტი შევნიშნე, რომელიც მომიახლოვდა. ტყუის სიტყვა აღსრულდეს და შენ გადარჩები. ბოლოს რაც მახსოვს იყო სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი. აღსრულდეს. ეს სილუეტი ვინ იყო? არ ვიცი. როდესაც თვალები გავუხილე, დღეში აღმოჩნდი. ვიგრძენი, რომ ის სენი, რომელიც მკლავდა სადღაც გამქრალიყო, აი მის ნაცვლად კი რაღაცა უფრო უარეს დაესადგურა ჩემში. გაუმაცხარის წყობილის სისხლის, რომელიც ყველაფერს გავიწყებს. მარტო სულობა და შიში. ამ ყველაფრის საპირწონე უკვდავებაა. დამიჯერეს ასო. არღის უკვდავება ამ ყველაფრად. ალბათ. თქვენც ისლანდი გამოგეცხადა, თუ როგორ გახდით ვამპირები? მე ვადმა გადამაქცია. არა, მე მადლობელი ვარ. რადგანაც ჩამოხრჩობას მიპირებდნენ და რეალურად ვადმა სიკვდილისგან მიხსნა. რატო გიპირებდნენ ჩამოხრჩობას? მიპირებდნენ არა. ჩამომახრჩეს. ერთი ჩინოვნიკის ცოლთან ვიწექი და ცოლის დასტანაც და მოახლესთანაც და სამივესთან ერთად ერთღამეს მაგარი გარყვნილი ოჯახი იყო. ეს მოახლე ცოცხის დარს ერბოს უსვამდა და მე ორივეს ტრაგიკა გამარისია. გოდიში მოგონებებმა გამიტაცალად. მოკლედ ასე იყო თუ ისე. ამ ჩინოვნიკმა შემოგვისწრა. წინაღა მოკვდა კაცი. ჯერ თავის ხალს აცემინა ჩემი თავი. შემდეგ მომიგონა თითქოს მოსაკლავად შეუვარდი. და ბოლოს იმდენ იქნა რომ ჩამომახრჩეს. მაგრამ ვიმაღამეს დილეში ვადი მოვიდა. არჩევების საშუალება მომცა. მე წავირჩიე ის რაც ავირჩიე. თვალი რომ გავახილე თოქზე ვეკიდე და ყველა სახლში იყო წასული. ერთხანს ასე ვიქანავე თოქზე აქეთ-იქეთ, შემდეგ ვადი მოვიდა და თოქი გადაჭრა. მას შემდეგ სულ ერთად ვართ. აი უკვე თითქმის 3 საუკუნეა. აუ პიდი ჩემზეც მოყევი რა ბარებ რა. ვლად. ესენი მე გადავაქციე. ჩავიდან ეს თქვენსავით ვყავდა. სარეცხს და ჭურჭელს გვირეც ყავდა. მე ჩამჟირდა. კიდა თუ არა თქვენნაირი უნდა გავხდე. მეც მინდა თქვენნაირი რაღაცების კეთებაო.
იქამდე არ მოისვენა სანამ არ მაკბედინა. და პირველი 7 თვე არაფერი არ მინანია. და მერე რა იყო? მერე. ეს არის ტორიკა, ხო, გადამღები, გვერდზე. მერვე თვე დაიწყო. ხო, აი რაც შეეხება პაკოს. პაკო. წადი იქით ითამაშე, კარგი? მისდი პაკო, მისდი. Ako მშობლებმა მიატოვეს. თავში რაღაც პრობლემები ჰქონდა და ეს ვერ აიტანეს. დღეში წაიღონეს და იქ დატოვეს. სისხლის სუმა მიგვიყვანა ამასთან. აწყალი ნადირს დაეგლიჯა და სულს ღაფავდა. ისეთი საცუდავი თვალები ჰქონდა. შემეცოდა და გადავარჩინე. არ ვიცი თვითონ რამდენად კმაყოფილია თავისი ცხოვრების, მაგრამ მე ერთი წამითაც არ მინანია რომ გადავარჩინე. რა შვები პაკო? 11. კარგად არის. უმაგრად მეძინება. აუ მე ჩემს მოგას ვიწევა, მაგრამ რა დამაძინებს ამ ყველაფრის მერე. თავს გაფიცებ წლების წინ რომ ვიწყებდით ამ კონტენტის კეთებას რა. ფიქრებდი რომ ვამპირებს გავიცნობდით. როგორ არ ვიფიქრებდი? სულ ვიცოდი რომ ვამპირებს გავიცნობდით. დრაკონზე ვიფრენდით და ქალთებსაც პირში მივცემდით. რას ვიფიქრებდი შეჭიმა? მგონია რომ სიზმარში ვარ და ვერ ვიღვიწებ იმ. რა რიგა? შამანის ამანი. ამანი და მუსკარია. კაი არა მე. ძალიან მაგარია, შენ რო ცოცხალი ხარ და არ გახრჩობ, ამას უნდა უმადლოდ. და ეს ნატურალურია? კი, ძალიან ძმაო. რომად ის არ გეგონოს რა, მაიმუნობა რო არის, ხო იცი? გასული ვერ ეგ თემა არ არის. გინდა? ესე. რიგა? სვილო თემა. რა? აკე. Fenderzo. Παρόκλατ. აუ მოდი რა, ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ, კაი? სერიამ სხვადასხვა უფრო გაასწორა. პირველ სერიასაც ამოგიჭრით დაგიდევთ რა, პირველი სერიის რიგს. პირველმა სერიამ უფრო გაასწორა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირველმა სერიამ იმიტომ გაასწორა, რომ რაღაც ახალი იყო და ეს უკვე გაცნობითი თემა იყო პერსონაჟების რა. ამიტომ ეს გაცნობითი თემა მაგიტო იყო ძალიან მშვიდი სერია. მე ესე ვფიქრობ.
Dalში რავი, მე გამისწორდა სერიალი, რაღაც ახალია რა. რამოდენიმე სერია რო დაიდევა, მე უფრო გაგისწორდებათ ალბათ. რავი. დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, ჩემიც არხი სისხლის მწოველებისაც აღწერაში იქნება. გადადით, გამოიწერეთ, დაულაიქეთ ვიდეოები, ზარისხილაკი გააქტიურეთ, რაც თავარია რომ არ გამოგჩეთ ახალი სერიები. გაკოცეთ. შემდეგ ვიდეომდე.